გიყოლი ეს რა. დიდი ხანი არ შევკრები ვარ. მოგვენატრა ერთმანეთი. მივესალმები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსულ ნამდვილ პატრიოტს. ჩემთვის მართლაც დიდი პატივი აქვს დღეს თქვენ წინაშე დგომა. ეს არის თბილისის გული და თქვენ მოგესალმებათ მთელი თბილისი, ხალხი, რომელიც ჭედავს იმ გვირის, რასაც ჩვენი ქვეყანა ქვია. დღეს აქ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. დღეს აქ იბადება ახალი ოპოზიცია. დღეს აქ იბადება ახალი ევროპული საქართველო. აგერ მივესალმები წამისელები ევროპისკენ, ისინი შემოგვიერთდნენ როგორც ნამდვილი სამასი არაბელები და მე მინდა თვითოულ კუთხიდან მოსულ ხალხს კიდევ ერთხელ მოგეფეროთ და გითხრათ, რომ გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის სიმართლის გზა. დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელიც მარტივ კითხვაზე, რაც არ უნდა გაუჭირდეს, რაც არ უნდა დატორტმანდეს, არ ექნება პასუხი. დღეს საქართველო ნამდვილად უკეთესია, ვიდრე იყო 2004 წელს, როდესაც ჩვენ ის ერთად ჩავიბარეთ. და ჩვენ იმიტომ მოვედით აქ, რომ გვინდა რომ ის კიდევ უკეთესი იყოს და არ გაჩერდეს ერთ ადგილად, არ კეპნოს ერთი ადგილი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ და არ გვაქვს უკან დახევის და არ გვაქვს შეჩერების ფუფუნება. ჩვენ დღეს კიდევ უფრო რთული ამოცანა გვაქვს, ვიდრე ქონდა მთელი ამ 9 წლის განმავლობაში. ეს 9 წელიწადი იყო რთული წლები, ეს არ იყო მარტივი დრო. ჩვენ გამოვიარეთ ერთად ბევრი ჭირვარამი, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, ბევრ რამეში შეიძლება შეცდომა დაუშვით და ძალიან კარგი რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა საქართველომ გამოგვაფხიზლა და გვითხრა, რომ ბევრი ადამიანის ადგილი არ იყო ჩვენს გვერდზე, აი იმ მეტროვეების, იმ საშოვარზე მოსული ხალხის, რომელიც აი ესევე საშოვარზე გადაიბარა ქართულმა ოცნებამ, ღმერთმა შეარგოცა ეს ხალხიმა. აქ არიან პატრიოტები და მე ვეუბნები ივანიშვილს, რომ არ არსებობს ორი საქართველო, საქართველო არის ერთი და ჩვენს და მათაც უნდა ემსახურონ იმ საქართველოს, რომელიც მიდის ევროპისკენ. ეს არის ერთადერთი გზა, გზა ილიასი და გზა ყველა ქართველი პატრიოტის, მრავალეროვანი საქართველოსი. და ამიტომ მე მინდა გითხრათ, მეგობრებო, გამარჯვება შენ საქართველო! გამარჯვება შენ საქართველო! აი ეს არის ის, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს. მე დარწმუნებული ვარ, ევროპული საქართველოს იდეა გააერთიანებს ყველას, მათ შორის ვინც დღეს იქით ბანკზე დგას. ჩვენ არ ყოფთ საქართველოს. ჩვენ არ გვინდა დაყოფილი საქართველო. ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელფერებად დაყოფილი საქართველო. ჩვენ გვინდა ერთ მუშტად გაერთიანებული საქართველო. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო. ამას ეძღვნება ზეპარტიული ყველა ინდივიდების მიერ აი ესე ხელი-ხელ გადაჭაჭული, ერთად შეკრებილი ევროპული საქართველოს იდეა და ეს არის იდეა, რომელსაც ატარებს დღეს გაერთიანებული ოპოზიცია, ეროვნული ოპოზიცია, რომელიც აქამდე სამწუხაროდ ჩვენ რა დაგვიტოვა ჩვენმა წინამორბედმა და ამ შემთხვევაში ოპოზიციას გულისხმობთ, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ჩვენ დაგვიტოვა ნულოვანი სტანდარტი ოპოზიციის. დღეს ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ უნდა გავუვლოთ წითელი ხაზები და უთხრათ, რომ ამ წითელ ხაზებს არ გადავიდნენ და ასევე უთხრათ, რომ ჩვენ არასდროს გადავალთ იმ წითელ ხაზებს, იმიტომ რომ ეს წითელი ხაზები ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, რომელსაც ერთად უნდა ვემსახუროთ. დღეს ოპოზიციისთვის არა იმიტომ არის რთული დღეები, მეგობრებო, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი სრულიად უმიზრედოდ სამსახურიდან არის გაშვებული. არა იმიტომ, რომ სრულიად უმიზრედოდ გამოგონებული ყალბი ბრალდებები ბევრ თქვენთაგანს დაკითხვაზე დაატარებენ. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ამით ვერ დაგვაჩოქებენ. და დღევანდელი დღე იყოს კარგი გაფრთხილება, რომ არ არსებობს ორი საქართველო. საქართველო არის ერთი და ეს უნდა იცოდეს პირველ რიგში მთავრობა, მისი მოვალეობა გაამთლიანოს და არ გათიშოს ერთმანეთს საგან ხალხი. ჩვენ ვართ ოპოზიციაში დღეს. მაგრამ ჩვენ ქვეყნის წარმატება ჩავთვლით მათ წარმატებათაც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ
მათ ოპოზიციაში და ჩვენ არა ვართ ქვეყნის ოპოზიციაში. მაგრამ ჩვენ მათ ვაიძულებთ. ჩვენ მათ ვაიძულებთ შეასრულონ ის, რაც დაპირდნენ ხალხს. სამწუხაროდ დღეს ვერც ერთი ჩვენთაგანი სამწუხაროდ ვერ ხედავს ვერანაირ პროგრესს. შეიძლება თქვათ, რომ 7 თვე ბევრი არ არის იმისათვის, რომ ვიგრძნოთ გაუმჯობესება. მაგრამ 7 თვე საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, რომ წინ არ მივდივართ. 7 თვე საკმარისია იმისათვის, რომ ვიგრძნოთ, რომ ჩვენ გავჩერდით და ქვეყანა არ მიდის წინ და ჩვენ ეს ტკივა და ამ ტკივილმა მოგვიყვანა დღეს აქ და სხვა არაფერმა. ამიტომ დღეს ჩვენი გამოწვევა აღარ არის გამოხატული ერთ ფრაზაში. მე მინდა ყველას გითხრა, ამოვიგდოთ თავიდან სიტყვა დაბრუნება. დაბრუნება არის მხოლოდ ასოცირებული წარსულთან და ეს სამწუხარო ჟამი უდგას დღეს საქართველოს. ჩვენ არ გჭირდება დაბრუნება, იმიტომ რომ დაბრუნება ყოველთვის წარსულს ნიშნავს. ჩვენ გვინდა გამარჯვება. გამარჯვება არის მხოლოდ სიტყვა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. გამარჯვება არის სიტყვა, რომელიც აქვს მხოლოდ პერსპექტივა და ამიტომ გამარჯვება არის ის სიტყვა, რომელიც მოგცემს ჩვენს განახლების შესაძლებლობას. დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციაში, მაგრამ ნახეთ რამდენი ახალი საინტერესო ადამიანი გამოვიდა აქ. ნახეთ რამდენი ახალი პერსპექტიული გულანთებული ადამიანი მოვიდა აქ. მათ შორის ბევრი ისეთი, ვინც ჩვენ შეიძლება არჩევნებზე არ მოგცა ხმა. მე მინდა ყველას გითხრათ, მეგობრებო, არ იყოფა ნომრებად საქართველო, არ იყოფა ფერებად საქართველო. საქართველოს აქვს ერთი მომავალი. ერთი მომავალი, რომელსაც ჩვენ უნდა ვემსახუროთ. ამიტომ არ დავყოთ არც ნაცებად და არც ხოცებად. ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, გავუყოთ ყველას გულისკარები, უთხრათ ჩვენი შეცდომები, უთხრათ ამათი შეცდომებზე და ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი. გამარჯვება შენ საქართველო! კიდევ ერთხელ შევდახოთ ყველას, ვისაც გამარჯვება უხარია ჩვენი ქვეყნის. გაიხარეთ მეგობრებო, მიყვარხართ და მენატრებით ყოველთვის და იცოცხლეთ, გაიხარეთ მეგობრებო. დიდი მადლობა. ეხლა მე მიდავხო ჩვენს ლიდერს ერთ-ერთს, ვანო მერაბიშვილს ყოველგვარი შესაბამის გარეშე. მოგესალმებით ყველას. ყველას დიდი მადლობა აქ მომგზავნებისათვის. მე მინდა გითხრათ, დღევანდელი დღე 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. დღეს თქვენ აქ მომგზავნებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო იდგა. ამ დღის მერე ვერავინ ვერც ივანიშვილი რადგა ეჭვის ქვეშ საქართველოს ორიენტაცია 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში. ამიტომ მე ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას. ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისაგან. მე ვხედავ აქ ჩვენ აზერბაიჯანს სომეხ მეთაგანისადმი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის სახალხო პარტიის ლიდერი, ევროპის მართველი პარტიის ლიდერი და ძირითადი მიმართვა, რაც მას აქვს, რომ ისინი ჩვენს გვერდით გარან, ისინი ყოველთვის ხართ აგვიწერენ და ქართველი ერის თავისუფლებისთვის დოლას ყოველთვის გაამხნევენ და ბედა გვერდში დაუდგებიან. დიდი მადლობა ამ ტრიბუნიდან მათ თითოეულმა განცხადაჭერისთვის. ეხლა კი მე მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს პრეზიდენტს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. თანამე მამულენო, ჩემო დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო,
საქართველოს საუკეთესო შვილნო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვარ, როგორი წელში გამართული, იმითი რომ დღეს აქ ხედავთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ და როგორ მეყვარებით ყოველთვის. იმისათვის რომ რამე თანამდებობები დამეკარებია შენობაში. მე არ მოვსვარ პოლიტიკაში იმისათვის რომ წავსულიყავი და თუნდაც ოფიციალურ სამიტებზე მევო, პრეზიდენტებისთვის ხელი ჩაუმერთვია, სურათები გადამეღო, რაიმე პრივილეგიები მიიღო. მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიყვარხართ თქვენ, იმიტომ რომ მინდა თქვენთან ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ, იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვიქნებით, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებ და თქვენთვის მოვკვდებით სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრებ მხოლოდ თქვენთვის. თქვენ სამსახურებიდან გაგდებდნენ, თქვენ გაშინებდნენ, თქვენ გამცირებდნენ, თქვენ კუთხეში გამწვავდნენ და აი მაინც მოხვედით, მაინც დადაგით, მაინც ბევრი ვარ, მაინც ერთიანები ვარ. იმიტომ რომ არის ერთი რამ, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ესმის. ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება. ყველაფერი ფულზე არ იცვლება. ყველა ადამიანი არ შინდება. იმიტომ რომ ჩვენ აქ არ მოსულვართ სკამებისთვის საბრძოლოდ. ჩვენ აქ არ მოსულვართ პრივილეგიებისთვის, ჯიპებისთვის, ბიზნესისთვის, ყაზახეთის ტვირთებისთვის და მილიონერულ გავხდომისთვის. ჩვენ მოვედით ერთადერთი რამის დასაცავად, თუნდაც პრობლემებით, თუნდაც დაშინებებით, ჩვენი ღირსების და ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით. იმიტომ რომ ჩვენ აღშენებლობის ხალხი ვართ, ყველა თაობის. ჩვენ ადრე ამ თავრობას ძალიან გავუღიმა ბედმა, მე მათ მინდა მიმართო. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიყავით თავრობაში, ჩვენ ვიყავით ჩვენ ხავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ქვეყანა რომელიც რუსეთმა წლიანად ვერ დაიწყო სრულ მასშტაბური ინტერვენციის შედეგად, ამ ქვეყნის პრეზიდენტ იუშენკოს საქართველოს თავრობა გუში გაუგზავნა საფრის ანგარიში და შამპულის ანგარიში, რომელიც მას ემართვია თუ ქართული ხალხი. ასეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხდებიან. ჩვენ ონიშენკოს ბოდიშებს უნდა უხდიდეთ. ევროპას დედას უნდა ვაგინებდეთ და იუშენკოს აბანოს ანგარიშს უნდა უგზავნიდეთ. ასეთ საქართველო გვინდა, რომელიმე ჩვენგან. ამიტომ რო არ გვინდა ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ პროსპექტზე. სადაც გავიხედავ და ჯერ მე ახლო მხედველი არა ვარ. ზოგიერთები თქვენ კიდევ უფრო საკმაოდ შორს მხედველიც ვარ. და შეიძლება შორსწრეთებიც ვიღაცამ ესეთ. სადაც გავიხედავ მარჯვნივ და მარცხნივ. არის ძალიან ბევრი ხალხი. და მე ვთხოვ თავრობას. ამას თუ განიხილავთ როგორ თქვენ ტრაგედიას. ეს არის თქვენი გამარჯვებაც, ჩვენი გამარჯვებაც, საერთო გამარჯვებაც. აღმოჩნდა რომ ჩვენ ხალხს აქვს ღირსება, ბრძოლის უნარი, შინი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამინდა გითხრათ, საბოლოოდ ჩვენ აქ არის მოსული ძალიან ბევრი ადამიანი.
ვერ არის. ეს დროშა ანკანავით ანკაციეთ. გასულდა. სტატიკური ვექარები რო ახანავენ ტიპის. ხო, დაგიდეკეს. ჩებს არ დავუდგა. თავისუფალი ადამიანების შეკრება, რომელსაც არ მოწონს ის კურსი, რაც აქვს ხელისუფლებას. ჟურნალისტებს რატო არ ეძლეოდა გარკვეულ ტელევიზიებს მოსვლის საშუალება? რაც თანამშრომლები გვაყენებდა შეურაცხმყოფად. აქცია არ არის. მადლობა.